მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დარჩა. როგორ ემზადება თბილისი ზამთრისთვის ამ საკითხზე მერიაში მთავრობის ხდომაზე იმსჯელეს. დედაქალაქის მერის განცხადებით თბილსერვის ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი, სოციალურად დაუცველებს კი უკვე მიაწოდეს შეშა. ამ დროისთვის გაწმენდილია კოჯრისა და კიკეთის გზები. იყრება გზებზე ტექნიკური მარილი, რათა თბილისში შემოერთებულ დასახლებებში მოსახლეობას არ შეექმნას გადაადგილების პრობლემა. გარდა ამისა, მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ გუშინ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მივაწოდეთ სათბობი შეშა. თბილისერვის ჯგუფმა ინტენსიურად გააგრძელოს მუშაობა თბილისში შემოერთებულ დასახლებებში და ქალაქის იმ ტერიტორიაზე, სადაც საჭირო იქნება გზების გაწმენდა, ტექნიკური მარილის დახრა გზებზე, რათა უსაფრთხო იყოს გადაადგილება და ასევე მინდა დავავალო რაიონულ გამგეობებს, რომ გვერდში დაუდგეთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მათ ვისაც შეიძლება ჰქონდეთ სათბობით უზრუნველყოფის პრობლემა, თქვენი რესურსების ფარგლებში მოახდინეთ მათი მხარდაჭერა სათბობის შეშით ან სხვა დახმარებებით. Ულოდნელად დიდი ნალექი მოვიდა ამ პერიოდისათვის, განსაკუთრებით კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მობილიზებულია მთელი ტექნიკა, სპეციალური ტექნიკა, ასევე მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში მაგრის მოყრის სამუშაოები. ამ პერიოდისათვის არანაირი შეფერხება არ არსებობს არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, არც მოსახლეობისთვის.